ვარ სესილი ბეჟანიძე 8 წლის. ვსწავლობ ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ბალეტი, ცეკვა და ხატვა. აქედან ყველაზე უფრო მიყვარს ბალეტი. 1 წელი დავდიოდი ბალეტზე და მერე გამოვედი. იმიტომ გამოვედი, რომ ცეკვაზე შევედი. სიმართლე რომ თქვა, ბალეტი უფრო მომწონდა. ბალეტი იმით ჯობია, რომ იქ ვარჯიშებს ვაკეთებ და მე მომწონს ეს ვარჯიშები. ბალეტში მქონდა 3 კონცერტი და ყველაზე უფრო მომეწონა პირველი. კარგი შეგრძნება იყო პირველად რომ გავედი სცენაზე. კარგად ვიცეკვე და მომცეს სიგელი. ახლა უკვე 2 წელი დავდივარ ცეკვის წრეზე. მახსოვს პირველი დღე ცეკვაზე რომ მივედი. 2 ბავშვი ვცნობდი და არ ნერვიულობდი. მასწავლებელი არ გამიცნია და ვარჯიში დავიწყეთ ეგრევე. ცეკვაში ყველაზე მეტად რთულია ცერებზე დგომა. დიდი ხანი ცერებზე დგომა. ყველაზე ადვილია ნასწავლი ილეთის გამეორება. ჩემი საყვარელი ცეკვაა ცეკვა ქართული. საყვარელი ილეთია ეს. ჩემი პირველი კონცერტი მინდა მქონდეს თბილისში. მე მინდა მქონდეს ასეთი საკონცერტო კაბა. უნდა იყოს გრძელი, თეთრი და უნდა მქონდეს ქართული ორნამენტები. ბილეთი ღირება 50 ლარი და მთელი დარბაზი იქნება სავსე. მაგ კონცერტის მერე ალბათ დედა მაჩუქებს ყვავილებს. მე ყვავილებიდან გავარ ყაყაჩოს. ჩემი გეგმა რომ ცეკვაზე ვიარო 7 წელი. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ ბევრი მეგობარი მყავს და კარგი მასწავლებლები. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ალექსანდრე აბუსელიძე. ყველაზე ცელქია ვაჭე ცინცაძე. ყველაზე ჭკვიანია ლუკა ჭიკაშვილი. ყველაზე მშვიდია ბასილისა მამულაძე. მე ვარ ყველაზე ლამაზი, ბრანჭია და მეგობრული. ჩემი საყვარელი საგანია სპორტი. საყვარელი მასწავლებელია ქეთინო დუმბაძე. იმიტომ რომ კარგად გვეხსნის გაკვეთილებს და ჩემსავით ლამაზია. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე ექიმი. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი რაპუნცელი. ეხლა მინდა ვიყო 9 წლის, იმიტომ რომ მინდა უფრო მაღალი ვიყო. გოგო რაც უფრო მაღალია, მით უფრო ლამაზია. სახლში ვცხოვრობთ მე, ჩემი ძმა, დედა და მამა. კიდევ მინდა ვყავდეს 1 და. ჩემი ძმა არის 5 წლის და ჰქვია ლაზარე. ის არის ცელქი და ჭკვიანი ბიჭი. ჩემი აზრით ლაზარე რომ გაიზრდება, გამოვა პოლიციელი. მამიკო არის კეთილი, მშრომელი და მხიარული. მას ძალიან უყვარს ჩემი დედიკო. ასე იმიტომ მგონია რომ სულ კარგ სიტყვებს ეუბნება. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, ბრანჭია და მოწესრიგებული. მე ვარ ძალიან კარგი დიასახლისი. სახლსაც ვალაგებ და საჭმელების გაკეთებაც ვიცი. პირველად საჭმელი რომ გავაკეთე, ვიყავი 4 წლის. ეს საჭმელი იყო სუპი. ახლა ყველაზე კარგად ვაკეთებ ხინკალს. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნი არის ტელეფონით მოყოლილი ზღაპრები. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი ერთ ლამაზ გოგოს თავგადასავალზე. ეს ლამაზი გოგო ვიქნებოდი მე. ჩემი საყვარელი ფილმია ჰარი პოტერი. მე ასევე მიყვარს ხატვა და ჩემი ვისწავლე. ბავშვობიდან ხატავდი და თანდათან ვისწავლე. ყველაზე ხშირად ვხატავ სახლებს, ქალაქს, სოფლებს და თოვლს. ჩემი საყვარელი ფერია ვარდისფერი და არ მიყვარს ლურჯი ფერი. იმიტომ რომ ბიჭისფერია. ჩემს ნახატებს ვაგროვებ და ახლა მაქვს 20. იმიტომ ვაგროვებ რომ დრო რომ გავა, ჩემს ბავშვობას გავიხსენებ. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, ადამიანებს გავხდიდი უკვდავებს. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი გერმანიაში და თბილისში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. სესილი რომ ბერქვას რა ბერქმეოდა? მე სესილი დაბარქვა დედა და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ სესილი რომ არ მერქვას, მერქვეოდა ანიტა. ჩემს შვილებს დავარქმევდი ნიტას და ანდრიას.
შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. ვინ არის ყველაზე ცნობილი ადამიანი? მაგალითად, ჩემი აზრით ყველაზე ცნობილი ადამიანო კვარაცხელია. ჩემი ოცნების საჩუქარია პლანშეტი. ბედნიერება არის პლანშეტის ჩუქება და დედიკოს ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.